კარგი გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, ვისაც გიყვართ სროლა, ერთ სიტყვით, ეხლა ვარ მე არენას ტირში, 50 მეტრიანი ეს ტირი და ვეცდები ჩემი ძველი, ასე ვთქვათ, რუსული ჯღანი მოსინიდან ვესროლო 50 მეტრს, 50 მეტრზე ვისროლო. მადლობა კიდევ ერთხელ არენას, შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ აქ და ისროლოთ ხოლმე. 3-დან რომელამდე ხართ? 11-დან 8-მდე. ყოველ დღე? 11-დან 8-მდე. ყოველ შემთხვევაში მაინც უნდა დარეკოთ, იმიტომ რომ ხა შვებულებებია რაღაცა და მაინც ჯობია რომ დარეკონ, ხო? ტელეფონი მითხარი? 597 904 904 804 შევიძლია დარეკოთ და ჩამოხვიდეთ და ისროლოთ. ხო, აი ეს არის ჩემი მოსინი. ანუ გამოცვლილი მაქვს სტოკი ეგრეთ წოდებული კონდა ძველი თავისი ჯღანი არ არის, მოვაშორე, კაკლის. გავაკეთებიე, აქ ცოტა შემაჩერებელი, ასე ვთქვათ, რომ ადაჩა არ ქონეს ისეთი, მაგრამ მაინც აქვს. აი ესეთი. სატორი თავისი მოგეხსენებათ, რომ აი გამოწეული არის, უშნოდ არის რაღაცნაირად და ეს ნიკოლოზმა გამიკეთა, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, მე იარაღი, ჩვენი ძმა, კაი კაცი. თუ რამე დაგჭირდეთ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნიკოლოზს და ნებისმიერ პრობლემას მოგიგვარებთ, რაც იარაღს ეხება. მაგრამ თავარი მუღამი ხა ამისი რატო მოვედი რომ ვისროლო ტირში. უყურე, მუშკა გამოუცვალე ამას მე. აი ნახეთ როგორი მუშკა დაუყენე, ხედავთ? ორი წითელი წერტილია, ანუ აი ამაზე დაწებდება ეს, ამაზონზე ვიყიდე ძალიან ადრე. აი შეხედეთ? შეხედეთ და აი აქ უნდა მოაქციო ის წვერი, მაგრამ იმ წვერს ახლა კიდე გაჩვენებთ როგორ არის. მიცადეთ. აი ამ წვერში. აი ამ წვერში არის, აი ჩამოცმული ყორა არის, ნუ მუშკა არა, ქართულად ყორა, მოდი ქართულად ვიმეთყოთ. აი ჩამოცმულია აი ეს წითელი სამიზნე. ეხლა გავაბათქნოთ და ვნახოთ ეხლა რა სიზავს, რა მაინტერესებს. რამდენად კარგი იქნება რა. მე ზოგადად რუსული იარაღი არ მიყვარს, იმიტომ რომ გაცლებით კარგი იარაღები აქვს გერმანელებს, ბელგიელებს, ამერიკელებს, ყველას, ხო, იმიტომ რუსებს ყველაფერი მოპარულებ და ყველა ვიდეოში ვამხვილებ ამას. რუსები არ ამანდო ოკუპანტები არიან, ქურდების ყველაფერი. თავისი არაფერი არ აქვს. ვისაც დაგჭირდა დაგულეთ და ნახეთ. ხო, მაგრამ ეს ამ იარაღსაც შეეხება მოსინს, ან რაღაცნაირად მაინც გაქვს რა, ამ ტრის იარაღს უნდა ფლობდე. მარტივად რო გითხრა რა. თან რაღაც მეორე მსოფლიო ომი დიდი ვასოფ ხაკაძე ბაბუაჩემი აღარ დაბრუნდა იმ ომიდან რაღაცნაირად მინდოდა რომ ეს იარაღი მქონოდა რა. და მაგიტომაც შევიძინე. ეს იარაღი არის NZ UT რაღაც იარაღის ნომერი. ეხლა აქ არის რომ ვითომ ეხა ამას შეუძლია კილომეტრზე სროლა, მაგრამ მეტი არა, ჩემი მტერე კილომეტრზე ხა ამით რამეს გაარტყა. შემთხვევით თუ მოხდება. ვისვრით 50 მეტრზე. აი ეს არის 50 მეტრიანი ტირი. სადაც შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და თქვენც ისროლოთ. აქვთ ბიჭებს აქ გლოკი, მაკაროვი, საიგა, ну იარაღს თქვენ თვითონ აარჩევთ რა. და ვისვრი აი ამ სამიზნეს. ახოთ აბა ეგ სამიზნე რას იზავს. ну ყოველ შემთხვევაში ვეცდებით რომ აი აქ მოსინს მეტი არც უნდა მოთხოვო 50 მეტრზე. აქედან თუ არ გავედით, იქნება კაი ნასროლი რა. აი ამ ცისფერი გოლიდან. შემეცადა. განათება, მაგრამ ვეცდები რომ
ხმა იმედია ცოტა არ დაგაყოვეთ მეგობრებო, მაგრამ რა ვქნა? მე კი მიკეთია საყურისები თქვენ. თქვენ ვერ გაგიგებთ. ცოტა ზევითაუბრე და რა იმედია ძალიან შორს ვაგავო. ერთი გავედი. ეს უკვე ჩემი ბრალი, ეს ბოლონასროლი იყო და ერთი გავედი. ორი აქ მოხვდა. ნუ უკეთესი განათება რო იყოს შედარებით უკეთესოდი, მაგრამ ნუ მაინც არა უშავს რა. ეს არის რამდენი? 30, ხო, მაქსიმუმ, ხო? 25, კი არის. ნუ ესეც იყო რა, ანუ აქედან არ გავდიოდი არასოდეს 50 მეტრში, მაგრამ ეს უკვე ჩემი ბრალია რა, ეს ვიჩქარე და მაგითო. კარგ მონადირეებს, არა ბრაკონიერებს გენაცვლეთ ყველაფერს სრულად გიყვართ. აბა ჰეი დროებით.